შეფი რო გადადგა მთელი ღამე ერთი ამბავი იყო. ტიპები ფურცლებით დარბოდნენ და დოკუმენტებს ჯერ სპეციალურ მანქანაში ანადგურებდნენ, მერე წავდნენ. შეფი გრიგოლი ლუაშვილი ამბავი კი, რომელსაც კონფიდენციალური წყარო გვიყვება მისი ინფორმაციით 2-3 აპრილის ღამეს მოხდა. ანუ მაშინ, როცა ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის ერთდროს სანდო-კაცი სუსის უფროსობიდან მოხსნა. წყაროს მონათხრობით ლილუაშვილის გადაყენებისთანავე მისი გარემოცვის წევრებმა ყველა ის დოკუმენტი გაანადგურეს, რაც ახალ ხელმძღვანელებს, ანუ კობახიძის დანიშნულებს არ უნდა ენახა. საიდუმლო დოკუმენტების დიდი ნაწილი სავარაუდოდ კომპრომატები იყო, მათ შორის ქართული ოცნების წევრებზე. როგორც წყარო საფრთხეების სამსახურიდან გვიყვება ეს ამბავი იცის მდინარაძემაც. ის იმაშიც დარწმუნებულია, რომ განადგურებული დოკუმენტების დედნები ან მინიმუმ ასლები გრიგოლ ლილუაშვილს მოდულიდან გატანილიც აქვს. ამიტომ ახლა მდინარაძის მიზანი მათი პოვნაცაა. იმისთვის, რომ წინამორბედს, რომლის კორუფციაში დადანაშაულებაც სურს, თავის დასწყვეტის და გამოძიებაზე ზემოქმედების ბერკეტი წაართვას. რა თქმა უნდა, გრიგოლ ლილუაშვილი ახლა გამოძიებისთვის საინტერესო მხოლოდ ამ ტიპის დოკუმენტების გამო არ გამხდარა. როგორც ჩანს, კობახიძე მდინარაძე შიდა კლანური ომის ბოლო ფაზაზე გადავიდნენ და გუნდიდან წასულებისთვის კორუმპირებულების სამართლებრივი სტატუსის მინიჭება სურთ. სწორედ ამას ემსახურება ის ოპერაცია, რომელიც პროკურატურამ და მდინარაძის უსმა ერთობლივად დაიწყეს. ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ჩხრეკისას ამოღებულ დოკუმენტებსა და დიდი ოდენობით ფულზე ცოტა მეტი დეტალი გუშინ სუსმა გითხრა, თუმცა ნიშანდობლივია ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი და ოთარ ფარცხალაძე არა ყოფილი თანამდებობის პირებად, არამედ რიგით მოქალაქეებად წარგვიდგინეს. გაიჩხრიკა მოქალაქეების ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია იგივე სანდრო ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები. ანუ ერთ დროს განუზომელი ძალაუფლების მქონე მაღალჩინოსნებს ყოფილი სტატუსი ერთ ღამეში წაართვეს და მათ კეთილსინდისიერებაზე უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინეს. ესეც როგორც ჩანს, ყოფილებთან ბრძოლის ტაქტიკაა, საზოგადოებაში ავტორიტეტი ბოლომდე მიწასთან გაუსწორონ და დაკავება სანატრელი გაუხადონ. სუსის ინფორმაციით, ჩხრეკა 24 მისამართზე ერთდროულად ჩაატარეს. ღარიბაშვილი, ლილუაშვილ ფარცხალაძის სახლებისა და ბინების გარდა, მათი უახლოესი გარემოცვის წევრების საცხოვრებლებიც გაჩხრიკეს. შედეგად კი სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7.200.000 აშშ დოლარისა და 126.000 ლარის ოდენობით. 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი. ძვირადღირებული ნახატები. დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრომოწყობილობა. ასე დაამძიმა მდინარაძემ ყოფილების საქმე. არ გვითხრეს ვისგან რა ამოიღეს, თუმცა მიგვანიშნეს, რომ ძვირადღირებულ ნივთებს უკანონოდ ფლობდნენ, რადგან საცხოვრებლიდან არ წამოიღებდნენ, მით უმეტეს საჯაროდ არ გამოაცხადებდნენ იმას, რისი წარმომავლობაც საეჭვო არაა. ამ პატარა სვლით მდინარაძემ თავად დაადასტურა, რომ მედია ყოველთვის მართალი იყო, როცა ყოფილი პრემიერისა და მისი მეუღლის ძვირადღირებული საათების კოლექციაზე შეკითხვებს სვავდა. ამ ეტაპზე დადგენილი არ არის ჩხრეკისას ჩემოდნებით ამოღებული რამდენიმე მილიონის კანონიერებაც. ოფიციალურად გვითხრეს, რომ ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და ფარცხალაძეს სახლებში ქეშად 7.200.000 დოლარსა და 126.000 ლარს ინახავდნენ. თუმცა არაოფიციალურად გვარწმუნებენ, რომ ამოღებული თანხა გაცილებით მეტია. ესეც ქოცური ტაქტიკაა, რაც ოქმში არ ჩაიწერება, ის ფული არც არასდროს გამოჩნდება. როგორც ჩანს, ესეც დარჩება მთავარ სავაჭრო საგნად, რაც ჩაიწეროს ბრალში, შესაბამისად რაც ავიდეს ოფიციალურად ბიუჯეტში, შემდგომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში და რაც ავიდეს შავ სალაროებში, რომელიც კვლავ მოხმარდება კორუფციას და არასაზოგადოების კეთილდღეობას.
ახლა მთავარი კითხვაა, რომელი გამოძიების ფარგლებში შევიდნენ ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში. სუსი და პროკურატურა მხოლოდ იმას ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედება მათ უწყებებში მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში ჩატარდა. გამოძიება კი, რომელიც შესაძლოა ღარიბაშვილ ლილუაშვილ ფარცხალაძეს მოარგონ, არაერთია. ყველაზე ხმაურიანები კი რომეო მიქაუტაძის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და ბიჭიკო პაიკიძის საქმეებია. სწორედ ამ გამოძიებებით გაგვაგებინეს, რომ ღარიბაშვილ ლილუაშვილის გარემოცვა სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონებს პარავდა. ერთადერთი რაშიც დარწმუნებული ვარ არის, რომ როგორი თითქოს შთამბეჭდავიც უნდა აღმოჩნდეს ბრალის დადგენილება თავის შინაარსიდან გამომდინარე, სინამდვილეში ეს იქნება ალბათ 5-10% იმ კორუფციის, რაშიც ჩაფლული იყო ეს კლანი და რეჟიმის ეს მარიონეტები. ასე რომ შესაძლებელია ეს იყოს ჩარტერი, შესაძლებელია ეს იყოს რომ რაღაცა ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან ერთად იყოფთა რაღაცა უკანონო შემოსავალს და ინტერესები ქონდა, შესაძლებელია რომ იმ ერთი რაღაც აპარატით პრემიერ-მინისტრიც იქმაყოფილებდა, ასე ვთქვათ, საკუთარ უკანონო შემოსავალის მიღების სურვილს და თავდაცვის მინისტრის, ან შესაძლებელია სხვა კიდევ უფრო მსხვილი ბრალდება იქნეს წარდგენილი, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმულ საზოგადოებას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს არ იქნება მათ მიერ გაფლანგული, მოპარული და შეჭმული ფულის 10%-იც კი. არა მნიშვნელობა აქვს რა ერქმევა საქმეს ოფიციალურად. მთავარი ისაა, რომ ბატონის კარზე კლანებს შორის ომი კობახიძე დინარაძემ მოიგეს. ეჭვიანი ოლიგარქი ბოლომდე დაარწმუნეს, რომ შვილივით გაზრდილმა და სანდო ადამიანებმა უღალატეს. Deep State და ოპოზიცია შეეკრნენ. სწორედ ამას ცდილობდა კობახიძე, როცა საჯაროდ ბატონის გასაგონად ამტკიცებდა, რომ ლევან ხაბეიშვილს გუნდიდან წასულები ალაპარაკებდნენ და ისინი აწვდიდნენ ინფორმაციას ოცნების შიდა გარჩევებზე. კობახიძის ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. ოლიგარქმა როგორც ჩანს მართლა დაიჯერა ღარიბაშვილ ლილუაშვილის ღალატი და მათი დაკავების ნებართვაც გასცა. კობახიძემ ძალაუფლება განიმტკიცა, რამაც დიდი ხნის ოცნების ახდენის საშუალება მისცა. ისოსებს მიღმა გაუშვეს ყველა, ვინც მის ძალაუფლებას საფრთხეს უქმნიდა. მოღალატეებისთვის კორუმპირებულის იარლიყი კი ყველაზე შესაფერისია. ამით ერთის მხრივ საკუთარ ამომრჩეველთან იკეკულცებს, რომ ყოფილებზე უკეთესია, პარალელურად კი ბატონისთვის ფულის ამოღება შეეცდება. აქ არის ერთი საინტერესო დეტალი, თუ კი ისინი ყველა ამ შავ ფულს აღრიცხავენ და დეტალურად ბრალის დადგენილობაში ჩაწერენ, მაშინ ეს ფული უნდა მიემართოს სახელმწიფო ბიუჯეტში და უნდა მოხმარდეს იმას, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტი ხმარდება, საზოგადოების კეთილდღეობას, ეკონომიკის განვითარებას, ჯანდაცვის, სოციალურ პროექტებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მაგრამ ამის ნაცვლად დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიხილავთ ძალიან მცირე ნაწილში წარდგენილ ბრალს, ხოლო დანარჩენზე მოლაპარაკები გაგრძელდება ისევე კულუარულად, როგორცაც ჩვენ ვისმენთ, უკვე რამოდენიმე თვეა ამ ადამიანების მიმართ მიმდინარეობს მცდელობა, რომ მათ უკან დააბრუნონ თითქოს მათ მიერ მოპარული ასეულობით მილიონი. ამ რეჟიმს უნდა წარმოაჩინოს, რომ ვითომ კორუფციას ებრძვის, საზოგადოებას უნდა აჩვენოს, რომ რამით ისინი გაუმჯობესდებიან, რამის შეცვლის რესურსი ჯერ კიდევ აქვს ქართულ ოცნებას და უკეთესი ცხოვრების მოტანის რესურსი, მაგრამ სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ეს არის კორუფციასთან ბრძოლა. კორუფციის 99% კვლავ დარჩება დაფარული საზოგადოებისთვის და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, რეჟიმის შეცვლის შემდგომ ნახავთ. რეჟიმის შეცვლამდეც კობახიძემ დინარაძე უკვე თავად აღიარებენ, რომ ქართული ოცნება ყველაზე კორუმპირებული ხელისუფალია, რომ მეოცნებე ჩინოვნიკები ფულშოულობენ ყველგან, სადაც რამე კეთდება. საბავშვო ბაღების მშენებლობაში, ჯარში, სახელმწიფო ტენდერებში და ასე შემდეგ. მაგრამ ხალხს ამას აჩვენებენ როგორც მიღებულ მძიმე მემკვიდრეობას, რომლისგანაც გათავისუფლებას ცდილობენ. თითქოს ღარიბაშვილი, ლილუაშვილი ან სხვა გუნდის წევრები იყვნენ. ივანიშვილისთვის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის რეალურად გუნდში შიგნით წესრიგის დამყარების ინსტრუმენტი და არაფერი სხვა. ივანიშვილის გუნდში წესრიგს ახლა კობახიძე ამყარებს. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით მოიშორა ყველა, ვისაც შესაძლოა ბატონთან კომუნიკაციის ალტერნატიული გზა გამოეძებნა. ამ მიმართულებით მთავარი საფრთხე, რა თქმა უნდა, ღარიბაშვილი და ლილუაშვილი იყვნენ, რომლებსაც ოლიგარქთან წლები აკავშირებთ. მათთვის განაჩენი უკვე გამოტანილი აქვთ. აწვალებს, მაგრამ ბოლოს მაინც დაიჯერს. დაჭერები კი ალბათ ამით არ დამთავრდება. კობახიძეს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლის მანტიის შესანარჩუნებლად სხვა გადაწყვეტილებების მიღებაც მოუწევს. რეალურად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა რომ მიდიოდეს, პირველი, რომელიც ამ კამპანიის სამიზნე იქნებოდა კახა კალაძე, რომელმაც თბილისელების გაუბედურების ხარჯზე გააკეთა ათეულობით თუ არა ასეულობით მილიონი ლარი. და იქამდე იქნება კორუფციის წინააღმდეგ დაანონსებული ბრძოლა
ძალიან სერიოზული ტრიუკი და ტყუილი, სანამ კახა კალაძე იქნება თბილისის მერი და სანამ კახა კალაძით არ დაინტერესდება გამოძიება, იმიტომ რომ ბოლო წლებში ყველაზე მასშტაბური, ყველაზე სისტემური, ყველაზე დიდი მოცულობის კორუფციის შემთხვევები არის დაკავშირებული სწორედ კახა კალაძის მერობის პერიოდთან. კალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მამუკა მდინარაძეს არ გაუჭირდება, რადგან წლებია საუბრობენ, რომ სუსში დედაქალაქის 20%-იანი მერის გარემოცვაზე არაერთი საქმეა. ჯერჯერობით თაროზე შემოდებული, თუმცა სადაც ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს უპირებენ დაპატიმრებას, ნებართვის შემთხვევაში არც კალაძე გაუჭირდებათ. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ირაკლი ხმალაძე, რომელიც იყო ვიცემერი, დღეს თანამდებობას იკავებს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ და მისი სახელი და გვარი არის დაკავშირებული კონკრეტული კორუფციის შემთხვევებთან. იქნება ეს ზოგიერთი დეველოპერული კომპანიის უცბად გამდიდრება, იქნება ეს კორუფციული ადგილმონაცვლეობები მუნიციპალური ქონების თუ ბევრი სხვა სამშენებლო დეველოპერული დანაშაული, რომელიც გამოწვეული იყო კორუფციით. ამიტომ სანამ კალაძე აგრძელებს თბილისელების წინაშე მერად პოზირებას, სანამ ყოფილი ვიცემერი ხმალაძე იკავებს თბილთანამდებობას იუსტიციის მინისტრის მოადგილედ, სანამ კალაძის მეორე მოადგილე ირაკლი ბენდელიანი თავისუფლად აგრძელებს საქმიანობას, მაშინ როდესაც დადასტურებულ კორუფციაზე არიან ეს ადამიანები უკვე მხილებულები, ვერანაირი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ვერ იქნება დამაჯერებელი რაღაც კამპანია და დარჩება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურად გუნდში შიგნით დამარცხებულებზე ანგარიშსწორების ინსტრუმენტი გამარჯვებული პოლიტიკური კლანის მხრიდან. კახა კალაძე ჯერჯერობით გამარჯვებულის გუნდშია, შესაბამისად კობახიძე მერიაში შესაძლო კორუფციულ დანაშაულებებზეც თვალს ხუჭავს. ეს მოცემულობა შენარჩუნდება იქამდე, ვიდრე თამაშს ბატონის დადგენილი წესებით გააგრძელებს და დამოუკიდებელი მანევრირების სურვილი არ გაუჩნდება. აი მერე კი ერთიანად გამოჩნდება, რომ თურმე ყველა საეჭო გარიგება, რაზეც კორუფციის მკვლევარები საუბრობდნენ, მართალი ყოფილა. ქალაქში კი ქაოტური განაშენიანება, უკანონო და კორუფციული გარიგებების შედეგი. ჩვენ გვინახავს როგორ იყიდება ტროტუარები მათთან დაკავშირებულ დეველოპერებზე, გვინახავს სკვერებში და პარკებში როგორ ხდება კორპუსების მშენებლობა, გვინახავს მათ შორის დეველოპერების საკუთრებაში არსებულ სახლებში მცხოვრები თანამდებობის პირები და არავინ ამ ყველაფერზე არ დასვა ქართული ოცნების შიგნით კითხვები, იმიტომ რომ მათ ეს არ აინტერესებს კითხვები, როგორც წესი ისმება ხოლმე მაშინ, როდესაც მათი რომელიმე პოლიტიკური ფალავანი ცხენიდან გადმოვარდება ხოლმე. ივანიშვილ კობახიძის ახალ წესრიგში ხელშეუხებლობა ჯერჯერობით შეინარჩუნა ვახტანგ გომელაურმა. შესაძლოა დროებით, თუმცა ფაქტია, რომ კობახიძისთვის უფრო საშიში რუსეთში გაქცეული ფარცხალაძეა, ვიდრე სახლში გამოკეტილი გომელაური.